საღამოშიდობისა თქვენ უყურებთ პოსტ ანალიტიკას, მე ზვიად ავალიანი ვარ, ჩვენ საუბრობთ მიმდინარე აქტუალური საგარეო და საშინაო პოლიტიკური თემების შესახებ. დღეს საღამოს ჩვენი სტუმარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იქნება. საღამოშიდო ბატონ შალვა, მადლობა მობრძანებისთვის, მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ხართ დღეს და მზად ხართ უპასუხოთ იმ კითხვებს, რომლებიც ჩვენს მაყურებელს და საზოგადოებას ყველაზე მეტად აინტერესებს. საღამოშიდობის მადლობა მოწვევისთვის, მიხარია რომ თქვენი გადაცემის სტუმარი ვარ და თქვენი გადაცემის მეშვეობით თქვენ ტელემაყურებელთან შემიძლია კომუნიკაცია. მოდი დავიწყოთ ჩვენი საუბარი სულ ბოლო ამბით. დღეს რამდენიმე მდიდარმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და მათ შორის ყოფილმა სახალხო დამცველმა ლომჯარიამ გამართეს ბრიფინგი და მოკლედ შეეცადნენ გაეცოცხლებინათ ის თემა, რომელიც BBC-ს დაუსაბუთებელი გამოძიებით დაიწყო. მოკლედ მათ განაცხადეს, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერშიო აქციების დაშლის დროსო ადამიანებმა მიიღეს ხანგრძლივი და მძიმე დაზიანებებიო. მე მაინტერესებს, როგორ ფიქრობთ, სად იყო ეს ხალხი ან თუ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რატომ არ გაგვიგია არაფერი 1 წლის განმავლობაში აი ამ დაზიანებების შესახებ და როგორ შეაფასებდით ამ განცხადებას? ეს ხომ არ არის თითიდან გამოწვევის მცდელობა, ასე ვთქვათ, და თავიდან სკანდალის აგორებისა, მას შემდეგ რაც გამოძიებამ პრინციპში ყველა კითხვას პასუხი გასცა. კი ბატონო, მე ამაზე ვთქვი კიდევაც, რომ ყველგან საწამლავი არსად მოწამლული თქვენ, ერთი წელი გავიდა და ახლა BBC-მ გაახსენა ზოგიერთებს, როგორც ჩანს, რომ შესაძლოა, ასე ვთქვათ, რაღაცა ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფილიყვნენ, რაც რა თქმა უნდა აბსურდია. როდესაც თან პარალელურად იქნება მითი, თითქოს ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული. ქიმიური იარაღს და კერძოდ კამით, სადაც ქონდა საუბარი, რა შედეგები აქვს, ეს ყველა შეუძლია ისტორიულ დოკუმენტებში მოიძიოს, ფოტოებში მოიძიოს და ნახოს რას იწვევს ქიმიური იარაღი. სინამდვილეს ჩვენ საქმე ქონდა ჰიბრიდულ თავდასხმასთან საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც ერთ-ერთი ინსტრუმენტი და იარაღად იქნა გამოყენებული BBC, რომელსაც არა ჩვენ, არამედ თავად ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მოიხსენიებს როგორც ყალბი ამბების გამავრცელებელს და მას იცით ლისტრას, რომ აქვს ბოლო პერიოდში გადაცემების მთელი წყება სოციმედიაში, სადაც ის ამხელს BBC-ს როგორც ყალბი და Deep State-ის პროპაგანდის გამავრცელებას. ამიტომ ეს შეგვიძლია უკვე მოცემულობად ავიღოთ, რომ რეპუტაცია BBC-ს არის ასეთი ყოფილი პრემიერ-მინისტრის თვალშიც. მეორე, როცა ვსაუბრობთ ჩვენ ამ NGO-ებზე და განსაკუთრებით ქალბატონ ლომჯარიაზე, მე დღეს ამასთან დაკავშირებით დავწერე კიდევაც. ქალბატონ ლომჯარია, როდესაც იყო სახალხო დამცველი, მან ყალბი ანგარიში შეადგინა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და პირდაპირ მოითხოვდა მისთვის სასჯელის გადავადებას. სასამართლოსაც მიმართა მან რომ მომხდარიყო გადავადება და უფრო მეტიც ის მიუთითებდა, რომ მისი სამედიცინო დასკვნა არ იყო შესაძლოა სრული, ვინაიდან რაღაც მოკლე დროში ჩატარდა, თუმცა არსებობდა თვითონ მხარის დასკვნა, რომლითაც ის არ გამორიცხავდა, რომ საერთოდ სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველი ყოფილიყო. საუბრობს ადამიანზე, რომელზეც დღეს ვაკვირდებით სახსალამათი, როგორ ცდილობს, რომ რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკური დღესწესრიგი მართოს და როგორ გამოჯამთელდა, დემენციას დაძლია, კახექციას დაძლია და ყველაფერი დაძლია, რაც დაუძლეველი იყო აქამდე მედიცინაში. სწორედ ქალბატონი ნინო ლომჯარიას ყალბი დასკვნები იყო საბაბი ბრიუსელისთვის, რომ გაეგზავნათ ევროკავშირის ელჩი იუსტიციის მინისტრთან და მოეთხოვათ მიხეილ სააკაშვილის მათთვის გადაცემა და გახსოვთ თქვენ ეს ცრუ დემარში, რომელიც მაშინ ევროკავშირის სახელით ევროკავშირის ელჩმა განახორციელა იუსტიციის სამინისტროში. აი ამ ყველაფრისგან ნინო ლომჯარიას ყალბი დასკვნიდან, ევროკავშირის ყალბი დემარშის, ყალბ საფუძველზე დამყარებული დემარშიდან სულ რამდენიმე კვირაში სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ არაფერი არ სჭირდა მიხეილ სააკაშვილს ისეთი, რომ მისთვის ან გადაევადებინათ, ან გაეთავისუფლათ, ან რაიმე სხვა ზომა ყოფილიყო და პირიქით თქვა, რომ კარგად არის, სადაც არის. აი ამ სიყალბის ავტორი
დღეს მეორე სიყალბეს ასევე რაღაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სიყალბეს ასე ვთქვათ გვთავაზობს და რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი რეპუტაცია დაზიანებული ადამიანები არიან ამგვარი კამპანიების სათავეში, რა თქმა უნდა, აქ თავიდანვე ცხადია რასთან გვაქვს საქმე და საქმე გვაქვს იმასთან და ამაზე ვთქვი მე, რომ მას შემდეგ რაც ქალბატონმა ლომჯარიამ დატოვა სახალხო დამცველის პოსტი, მან დააფუძნა NGO, რომელმაც მყისიერად ევროკავშირისგან მიიღო დაფინანსებები, მილიონებით თქვი და მან თავის გამოხმეურებას ჩაასწორა, არაო, მილიონს არ გადასცენია. კი ბატონო, იყოს მილიონი, რაღაცაერთ მე მგონი პატარა თანხა გონია ქალბატონ ლონჯარიას, როგორც ჩანს, მისი საზომებისთვის პატარა თანხა არის. მდიდარი NGO-ებია. დიახ, პატარა თანხა არის, რომ, რა ვიცი, 2 წლის განმავლობაში მილიონი მიიღო, მისი თქმით, თორემ მის სინამდვილეში რეალური რიცხვებს მალავს. ის და მისი ორგანიზაცია, იცით რომ უარს აცხადებს საზოგადოებისთვის საჯარო გახადოს ეს მისი დაფინანსებები. ანუ ჩვენ რასაც ვაკვირდებით, ეს არის ტიპიური სპეცსამსახურების სახელმძღვანელოებიდან გადმოწერილი სცენარი პროპაგანდისტული ნარატივის გავრცელებისა, რომელიც დაიწყო მედიის ყალბი ცალსახად ყალბი თან როგორი ყალბი ამიტომაც ვამბობ ჩვენ გებელსისეული პროპაგანდა თან გვაქვს საქმე გებელსისეული პროპაგანდა გულისხმობს რომ ისეთი დიდი ტყუილი უნდა თქვა რომ ადამიანებმა იფიქროს რომ ეხა ასეთ ტყუილსაც ხო არ იტყოდნენ ამ ხელა მასშტაბის ტყუილს და ზუსტად ასეთი დიდი ტყუილი პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი რომელიც როგორც აღმოჩნდა საქართველოს ტერიტორიაზე საერთოდ ნამყოფი არათუ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესყიდული არათუ გამოყენებული საქართველოს ტერიტორიაზე არ ვიცი პირველი მსოფლიო ომის დროს თუ როდესმე რამე შემოღწია მაგრამ საქართველოს ტერიტორიაზე ნამყოფი არ არის და ამას გვაბოლებს ჩვენ იმ ქვეყნის საჯარო მაუწყებელი რომელიც თუ კი ვინმე ქიმიური იარაღს იყენებდა მათ შორის ეს ქვეყანაც იყო ასე რომ აი ასეთი როგორიც საძაგელი ტყუილი რომლითაც სცადეს და გათვლა იყო ძალიან მარტივი რომ იფიქრეს ამ სცენარის ავტორებმა რომ საქართველოს ხელისუფლება სამართალდამცავი ორგანოები რაღაცაერად პოლიტიკურად იტყოდნენ რომ არა სიმართლე არ არის არანაირი გამოძიება არ იქნებოდა და აი ამ თემას ასე თქვათ დაატრიალებდნენ და ექნებოდათ რეზოლუციები განცხადებები და ასე შემდეგ ამის საპასუხოდ მიიღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სწრაფი გამჭვირვალე და მკაფიო გამოძიება, რომელმაც სულ რამდენიმე დღეში დადო აბსოლუტურად სრული სურათი თუ რა საშუალებები ოდესღაც ისტორიულად საერთოდ ოდესმე მათ შორის ნაციონალური მოძრაობის დროს აქვს ნაყიდი შინაგან საქმეთა სამინისტროს და უბრალოდ ზუსტად ნაციონალური მოძრაობის დროსაა თუ კი რაიმე არის ნაყიდი, რა არის ნაყიდი, რა არის გახარჯული, რა იყო გამოყენებული, ყველა დეტალი არის დადგენილი. ყველ დადგინდა რომ ეს არის ტყუილი და არასდროს საქართველოს ტერიტორიაზე პირველი მსოფლიო ომის რაღაც ქიმიური იარაღები არ ყოფილა. გაეცა ყველა კითხვას პასუხი და ამას დამატებით პრემიერ-მინისტრს თქვა, თუ კი რომელიმე რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციას აქვს კითხვა, მოვიდეს, აგერ არის ყველა გამოძიების დოკუმენტები, ყველაფერში ჩაახედებს მას შესაბამისი უწყება, ყველა პასუხს თუ კი ექნებათ რაიმე, გაეცემა პასუხი. თან საოცარია რომ დაზარალებული, აი თქვენ ბრძანეთ რომ ყველგან საწამლავი არსად მოწამლულიო, ხო და ანუ შეუძლებელია ქიმიური რაღაც ნაერთის გამოყენებაზე იყოს საუბარი რომელმაც თითქოს შეუქცევადი და მძიმე დაზიანებები გამოიწვია და ამის შესახებ არაფერი არ ვიცოდით 1 წლის განმავლობაში და ახლა ვიგებთ. მოკეთ, ფაქტია რომ ეს იყო რაღაც ორკესტრირებული კამპანია შეტევა საქართველოს წინააღმდეგ, საინფორმაციო შეტევა უწოდებთ თუ არ ვწდები თქვენ? დიახ, საინფორმაციო თავდასხმა და მასში მონაწილეობდა არა მხოლოდ BBC, არამედ აქედან აი მდიდარი NGO-ები, აგენტურა ჩვეულებრივი მათი საქართველოში. ახლა მე მინდა ასეთი კითხვა დაგისვათ. ეს მდიდარი NGO-ები გასაგებია ვის დავალებებსაც ასრულებენ, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება, იგივე ილონ მასკი ჩვენზე გაცილებით რადიკალურია NGO სისტემის შეფასებაში. თქვენ ბრძანეთ სხვათა შორის რამდენიმე დღის წინ რომ NGO სისტემაო არის ყველაზე უარესი რამ, რაც დასავლეთმა აღმოსავლეთ ევროპაში შექმნაო. და მასკიც ფაქტობრივად იგივეს ამბობს. მე მინდა ახლა გკითხოთ, აი ყველაფერ ამის ფონზე, რაცაც ჩვენ ვხედავთ, ანუ უკვე ფაქტობრივად ყველანაირი
სახე დაკარგეს, ანუ არ ვიცი, არაფერს არ დაგიდევენ, არც მტკიცებულებას, არც ლოგიკას, არც ეროვნულ ინტერესებს. საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვა თუ არა, რომ აი ეს NGO სისტემა, NGO-კრატია, რომელიც საქართველოში იყო გარკვეულწილად აქამდე, რომ აი ყველა ხელისუფლება თითქოს ვალდებული იყო, რომ პირველ რიგში NGO-სთვის გაეწია ანგარიში, წარსულს ბარდება. შეგვიძლია თუ არა ეს თქვა. ან ყოველ შემთხვევაში მათი ავტორიტეტი ისედაც არ ქონიათ არასდროს ხალხში ავტორიტეტი, მაგრამ რაც ქონდათ ისიც განულებულია. დიახ, მე თქვი რომ ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი დასავლეთმა აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიებისთვის, რომ დემოკრატიებს თავს მოახვია. და რატომ არის ეს დიდი ბოროტება? ვინაიდან საბოლოო ჯამში გაცხადდა, რომ ამ NGO სისტემის და შეიძლება ითქვას კიდევაც NGO-კრატიის მიზანი არის დემოკრატიის გაუქმება. შეგიძლია ვთქვათ, რომ NGO-კრატიის მიზანი არის დემოკრატიის გაუქმება. და გაუქმება როგორ? ჩვენ ეს ვნახეთ ძალიან კარგად საქართველოს მაგალითზე. მოხდა სინამდვილეში თეზა რაც წარმოადგენდა, რომ ყველა სახელმწიფოს და ეროვნული სუვერენიტეტი გულისხმობს, რომ ხელისუფლება მომდინარეობს ხალხისგან. ხალხია, ვინც აყალიბებს ხელისუფლების შტოებს და ხალხის მანდატით ხელისუფლების თითოეული შტო იღებს ყველა გადაწყვეტილებას. იქნება ეს კანონშემოქმედება, აღმასრულებელი გადაწყვეტილება თუ მართლმსაჯულება. ხალხი რთულია, რომ მართო გარედან, როდესაც არ ხარ მისი წარმომადგენელი, როცა არ ხარ იმ კულტურის ნაწილი, ამიტომ შეიქმნა კონცეფცია ეგრეთ წოდებული სამოქალაქო საზოგადოების. ანუ საზოგადოება, რომელიც არის დიდი, ფართო, რთულად სამართავი. პირველი კონცეფცია რაც შემოდა, ეს იყო სამოქალაქო საზოგადოება, როგორც უფრო დავიწროებული ნაწილი საზოგადოებისა. გარკვეული როგორც ჩანს ამას უყურებენ როგორც გარკვეული ელიტა, რაღაცა ნაწილი საზოგადოებისა, რომელიც არ არის მთლიანი, არის მთლიანის ნაწილი, თუმცა მთლიანის სახელით მოსაუბრე ამ კონცეფციის მიხედვით. შემდეგ სამოქალაქო საზოგადოება ცოტა ფართოცნება აღმოჩნდა, როგორც ჩანს მართვის კუთხით და სამოქალაქო საზოგადოება დავიწროვდა არასამთავრობო ორგანიზაციებამდე, რომელიც გამოაჩინა კიდევაც მას შემდეგ რაც გამჭვირვალობის ვალდებულება იქნა შემოტანილი, ნახეთ ჩვენ რომ რეალურად აღმოჩნდა რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები სრულად თითქმის 99% ყოველ შემთხვევაში 100 თუ არა არის სრულად დაფინანსებული მხოლოდ ქვეყნის გარედან. აღმოჩნდა რომ მთლიანი ეს სექტორი არის უცხოეთიდან დაფინანსებული, უცხოეთიდან მიღებული დავალებების შემსრულებელი, რომ პირდაპირ ხელშეკრულებით გაწერილი მიზნების და ინდიკატორების. საბოლოო ჯამში აი ამ NGO სისტემამ მოგვიტანა რა, რომ საზოგადოება ჯერ დავიწროვდა სამოქალაქო საზოგადოებამდე და სამოქალაქო საზოგადოება და ითქვა რომ სამოქალაქო საზოგადოება უდრის საზოგადოებას, შემდეგ სამოქალაქო საზოგადოება დავიწროვდა არასამთავრობო ორგანიზაციამდე, ითქვა რომ არასამთავრობო ორგანიზაციები უდრის სამოქალაქო საზოგადოებას და ბოლო ნაბიჯი რაც გადაიდგა და პრემიერ-მინისტრიც ხშირად ციტირებს ხოლმე ერთ-ერთი ელჩის პოსტს სოციალურ მედიაში, როდესაც მან რამდენიმე NGO ხელმძღვანელი გვერდში დაიყენა და ფოტოს წაუმძღვარა კომენტარი, რომ ქართველი ხალხიო. ანუ ბოლოს ითქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, NGO-ები არიან ხალხი და საზოგადოება. აი ასე დაგვიყვანეს 3.700.000 ცხოვრები საქართველოში, თორემ 5 მილიონამდე მოქალაქეობის მქონე ადამიანები დაგვიყვანეს, როგორც აღმოჩნდა ბოლოს 100 NGO-მდე. ეს ის 100 NGO არის, რომელიც დღემდე უარს ამბობს, რომ გაასაჯაოს საკუთარი დაფინანსება და მთლიანად გადის საქართველოს კანონმდებლობის ჩარჩოებიდან. 100 NGO-მდე დაგვიყვანეს 3000 წლოვანი სახელმწიფოებრიობის ისტორიის მქონე ხალხი და ქვეყანა. და ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება საბოლოო ჯამში, იმიტომ დღეს ვხედავთ ქალბატონი კალასი გამოდის და ამბობს ქართველ ხალხს უნდა რაღაცა, გამოვა მეორე კომისარი, რომელიღაც ევროპარლამენტარი, ასე შემდეგ ყველა უცხოელი, ვისაც ასე ვთქვათ, არეზარება, ყველა საუბრობს ქართული ხალხის სახელით, რეფერირებს, ანუ ციტირებს, უბრალოდ მიუთისებს ქართულ ხალხზე და გულისხმობს ამ NGO-ებს. აი ამ დაგვიყვანეს ქართული საზოგადოება ითხოვს. დიახ, დაგვავიწროვეს რამდენიმე NGO-მდე. და სინამდვილეში ვისთან გვაქვს საქმე?
ესენი არიან ორგანიზაციები, რომელიც არავის აურჩევია, არავის არ წარმოადგენს, არც არანაირი საზოგადოების ნაწილს არის, აი ლომჯარიას მაგალითზე რო ვთქვი, იყო სახალხო დამცველი, დაამთავრა თავისი ვადა, შექმნა NGO, ყოველგვარი პრეისტორიის გარეშე NGO, რომელმაც ყისიერად მიიღო, მე ვთქვი რომ რამდენიმე მილიონი და თვითონ ეხა ამბობს რომ არაო, მილიონი იყო, მილიონამდე იყო. აი კი ბატონო, იყოს მილიონამდე, როგორც ჩანს კიდევ ერთხელ ეცოტავება ეს თანხა. ყისიერად მიიღო ეს დაფინანსება. ისე რომ არავის არ წარმოადგენს. აი ახლახანს იყო ადვოკატთა ასოციაციის გამგეობის და ხელმძღვანელის არჩევნები. თუ კი რაიმე არის პროფესიული გაერთიანება და რაიმე არის საზოგადოება, რომელიც წარმოადგენს ნაწილ საზოგადოებას, აი ესეთი გაერთიანებებია სინამდვილეში. პროფესიული გაერთიანება, მაგალითად პროფკავშირები, ადვოკატთა ასოციაცია, რომელიც ნახეთ რომ რამდენიმე 1000 ადვოკატი შეიკრიბა, არჩევნები ჩაატარეს და აირჩიეს. ვინ აირჩია გიგაური? ვინ დანიშნა ეს ხელმძღვანელად? მისმა დონორებმა. 20-30 ადამიანის ოფისში მჯდომი ადამიანი, შემდეგ ჩვენ გვაყიდებენ როგორც ქართულ ხალხს და ქართულ საზოგადოებას. აი ეს არის საბოლოო ჯამში არავის მიერ არჩეული, საკუთარი თავის და საკუთარი დონორების გარდა რომ არავის წარმოადგენენ, ამას ჯერ გვინიშნავენ ქართულ ხალხად და შემდეგ მისი დამფინანსებელები ქალბატონი კალასი და სხვები ბრიუსელიდან მათი ციტირებით და მათზე დაყრდნობით გვესაუბრებიან ქართული ხალხის სახელით. მათ შორის ევროკომისრები კალასი თუ სხვები, რომლებიც ევროკავშირის მოქალაქეების მიერაც არ არიან არჩეული. არ არჩეული თანამდებობის პირები, რომლებიც ევროკავშირის, რომელსაც თავისი დეფიციტი აქვს დემოკრატიის, ვინაიდან მისი ხელმძღვანელი პირები არავის მიერ არ აირჩევიან. არათუ ისო არ არიან არჩეული ევროკავშირის მოქალაქეების მხრიდან ლეგიტიმურები თუ დემოკრატიული მანდატის მქონე, იმასაც კი ბედავენ, რომ ქართველი ხალხის სახელით გველაპარაკებიან ადამიანები, რომლებიც სავარაუდოდ საქართველოში ნამყოფიც არ არიან. ამის წინ თქვი ქალბატონ კოსზე, ერთადერთი ის ნამყოფი შესაძლოა არის საქართველოს საჰაერო სივრცეში, როდესაც მან იცით რომ გადაგვიფრინა და ერევანს და ბაქოს ესტუმრა და შავ ზღვაზე და რეგიონზე საუბრობდა საქართველოს გარეშე. კი. მოკეთ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გასაგებია, მე ვფიქრობ რომ მათ ამოწურეს აბსოლუტურად საკუთარი თავი და უკვე დროის საკითხია, როდის დაერქმევა ამას ყველაფერს თავისი სახელი უკვე თვითონ მათი დონორების მხრიდანაც. კიდევ ერთ თემაზე მინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება. მოკეთ ფაქტია რომ ამ პროტესტმა, რომელიც ხელოვნურად იყო ისედაც თავიდანვე აგორებული, საკუთარი თავი ამოწურა. უკვე ვეღარც ქუჩაში გამოდიან, ვეღარც რაოდენობას აგროვებენ, ვერ შეყავთ იმდენი ადამიანი შეცდომაში, რამდენიც თუნდაც 1 წლის წინ შეყავდათ. ან მით უმეტეს მაშინ, როცა ეგრეთ წოდებული რუსული კანონის კამპანია ააგორეს. ეს ერთი მხარეა საკითხის, თუმცა მეორე მხრივ ფაქტია, რომ არიან ძალები, ორგანიზაციები და ინსტიტუციები, მათ შორის მძლავრი ინსტიტუციებიც, ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც, რომლებიც დაინტერესებული არიან, რომ ეს პროტესტი როგორმე გაგრძელდეს, როგორმე შეუკეთონ შეშა და რაღაცნაირად ახალი სიცოცხლე შთაბერონ. მაგალითად, აი TBC-ზე მინდა ვთქვა, რომელმაც ამ დღეებში არც მეტი არც ნაკლები რაღაც პროექტი გააკეთა იმ ადამიანთან ერთად, ქალბატონ ნანა დიხამინჯიაზეა საუბარი, რომელიც გამოირჩევა აბსოლუტურად არამხოლოდ რადიკალური ვორდინგით, რიტორიკით, არამედ სიძულვილისენით საერთოდ, ანუ იმათშიც კი ყველაზე უფრო რადიკალურია, ანუ იმათშიც კი, ვისაც ჩვენ რადიკალებს ვეძახით. რა შეფასებას მისცემდით ამ ფაქტს და ანუ როგორი რეაქცია უნდა გქონდეს ჩვენ ამაზე ქართულ საზოგადოებას? სანამ ამ საკითხზე გადავიდოდი თქვენს ნებართვით წინა საკითხთან დაკავშირებით ერთი გარემოებაც აწმინდოდა ასევე დამემატებინე NGO-ებსაც შეეხება და გავლენებს. აქვე შევახსენებ ყველას რომ 9 პუნქტში რომელიც ევროკავშირმა ჩვენ მოგთხოვა მოლაპარაკების გახსნის ერთ-ერთი პუნქტი იყო რომ ხელისუფლების ყველა დონეზე, ყველა შტოში და ყველა დონეზე NGO-ების გადაწყვეტილების მიღების დროს NGO-ების თანამონაწილეობა ყოფილიყო. ეს რეალურად ნიშნავდა რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ასე ვთქვათ ხელისუფლებაში უნდა ჩაზიარებოდა უცხოეთიდან დაფინანსებული, უცხოეთიდან დადგენილი დღის წესრიგის გამტარებელი ორგანიზაციები. აი ეს არის ზუსტად დემოკრატიის გაუქმება თუ კი რაიმე არის და ამას აკეთებდა ბრიუსელი,
ევროკავშირის ღირებულებების სახელით დემოკრატიის გაუქმების მისაღწევად. რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ საკითხს, თავისთავად ჩვენ რასაც ვაკვირდებით, ერთ-ერთი მთავარი იარაღი, ინსტრუმენტი ან ინსტრუმენტი, რომელთაც ცდილობენ საქართველოს საზოგადოებას გავლენის მოპოვებას გარედან, არის საზოგადოების დაყოფა, ქიშფის შეტანა, ერთმანეთზე გადაკიდება და ასე შემდეგ და მთავარი იარაღი არის ამაში სიძულვილის ენა, რომელთაც გაჯერებულია მთლიანად რადიკალური ოპოზიციის ფრთა. ჩვენ ხედავთ, რომ სიძულვილი, ძალადობა, ზიზღი იქცა მთავარი იარაღად და ეს ყველაფერი ხდება ევროკავშირის დროშის ფრიალის ქვეშ. და შესაბამისად აიგივებენ ზიზღს, ძალადობას, სიძულვილს ევროკავშირთან, რაც სავალალოა უპირველეს ყოვლისა თავად ევროკავშირის რეპუტაციისთვის. და რა თქმა უნდა, როდესაც რაც ნაკლებად სასურველია და მნიშვნელოვანია ამ ხრივ, რომ ყველა მიაქციოს ყურადღება, როდესაც ბიზნესთან ხდება რაღაცნაირად სიძულვილის ენის მატარებელი ადამიანების, სიძულვილის განმასახიერებელი ადამიანების გაიგივება. ამიტომ რა თქმა უნდა ასეთი მოვლენები ზოგადად ძალიან მძიმე არის. ჩვენ ვნახეთ მათ შორის მცდელობა იყო გახსოვთ თქვენ BMG-ს მხრიდან და ასე შემდეგ, ეგრეთ წოდებული free business-ი, როდესაც შეეცადნენ, რომ ქართული ბიზნესი ჩაეთრიათ რადიკალიზმში და გახსოვთ მაშინ ერთი ასე ვთქვათ გარკვეული მცდელობა იყო free business-ის სათაურის ქვეშ ქართული ბიზნესი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გამოეყენებინათ. და ვხედავთ, ნახეთ საბოლოო ჯამში, რომ ეს ყველაფერი ჩავარდა, იმიტომ რომ შეუძლებელია ბიზნესი ვერ იქნება თავისი არსით არ შეიძლება იყოს სიძულვილის მხარეს, იყოს ნაწილი იმ რადიკალური დღის წესრიგისა, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას გარედან თავს მოხვეული სახით აქვს და ეს ასეთი გარკვეული ექსცესები საბოლოო ჯამში ხედავთ, რომ არანაირი შედეგი არ მოაქვს და ვინაიდან ბიზნესი მით უმეტეს როცა ამ მსხვილ ბიზნესებს საუბრობთ, ის მისი ინტერესი არის ყველას თანასწორად მოემსახუროს და არ გააიგივოს საკუთარი თავი იმ ადამიანებთან, რომლებიც ყოფენ საზოგადოებას სხვადასხვა იარლიყების მიწებებით. ხო, რა ვიცი, ძალიან უცნაურია, როდესაც ასეთი დიდი ბიზნესი, რომელსაც მათ შორის რომლის სერვისებსაც შესაძლოა სულაც არ გქონდეს დიდი სურვილი, მაგრამ ზოგჯერ არჩევანიც არ არის ბევრი, ყველანი ვიყენებთ, ყველანი ვსარგებლობთ, როდესაც ასე ვთქვათ, აბსოლუტურად აიგნორებს საზოგადოების უმრავლესობას და ცდილობს, რომ რაღაცა, ასე ვთქვათ, პოლიტიკური პოზიცია გამოხატოს და თან რადიკალური უმცირესობის მხარეს დადგეს. ჩემთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარია. კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემაზე მინდა თქვენის ნებართვით გადავიდე. ესე იგი, რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ხელმძღვანელმა ტულსი გაბარდმა პირდაპირ ოფიციალურად დაადანაშაულა ევროკავშირის და ნატოს ხელმძღვანელობა იმაში, რომ ისინი ცდილობენ ამერიკა ჩაითრიონ ომში პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაში რუსეთთან. ეხლა მე მაინტერესებს, თუ კიდევ დარჩა საქართველოში ისეთი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ეს გლობალური ომის პარტია და deep state ქართულმა ოცნებამ მოიგონა ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, იმის რა ქვია, როგორც ამბობენ ხოლმე პროპაგანდისტებმა შექმნეს, სინამდვილეში ეს არაფერი არ არსებობს, სადნახეთ რა ქვია ამ deep states და ასე შემდეგ. თუ დარჩა კიდევ ასეთი ადამიანი საქართველოში, რომლებიც მაგალითად შეცდომაში შეყავდათ 1 წლის წინ და ქუჩაში გამოყავდათ. ამის შემდეგ მაინც როგორ ფიქრობთ? კიდევ იქნებიან ასეთი ადამიანები, ანუ არ დარწმუნდება, ნუ თუ ყველა რომ სინამდვილეში არავინ არაფერი არ გამოუგონია და ჩვენ კი არა ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ხელმძღვანელი ლაპარაკობს, რომ ჩვენ გვიკეთებდნენ ამასო, ჩვენო ამერიკის შეერთებულ შტატებსო. საქართველოზე ხო, ანუ რატო არ გააკეთებდნენ? ნუ რაც
ბევრი ჭეშმარიტება ისეთი მარტივი დასანახი არის, რომ ხანდახან შეიძლება გაგიკვირდეს ადამიანს, რომ როცა ამის აღიარება არ ხდება გარცალკევი ჯგუფების მხრიდან, მაგრამ ჩვენ საუბრობთ იმ ადამიანების ჯგუფზე, რომლისთვისაც გარკვეულ კერპთაყვანის მცემლობის დონემდეა მიყვანილი ის იდეოლოგია, რომელსაც ისინი მისდევენ. და აქ რთული არის მათ ადამიანები, რომლებიც ასე ვთქვათ, აი ამ ბრმა ცრულ რწმენაში არიან, რთული არის მათ რაიმე სხვა დაანახო, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არის ისინი, რომლებიც ამ ყველაფერს აორგანიზებენ და რა თქმა უნდა, ყველაზე კარგად იციან რაც ხდება. და კიდევ ერთხელ შევხედოთ მარტივ ჭეშმარიტებებს. როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ხელმძღვანელი საჭიროდ თვლის, რომ საჯაროდ განაცხადოს. ანუ რაღაც დონემდე მივიდა, რომ ახლა უკვე ეს საჯაროდ არის სათქმელი, რომ ევროკავშირი და ნატო, ევროპას გულისხმობს ის, ცდილობს ამერიკის შეერთებული შტატები ჩაითრიოს რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში. ჩვენ, რა ვიცი, უნდა წარმოვიდგინოთ, რომ რა ხდება ამ ხრივ კულისებში, როდესაც დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ამის საჯარო გაცხადებას საჭიროდ ჩათვლის ერთი და მეორე, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ჩათრევის ცდილობები არის ამ დაპირისპირებაში, ხო გასაგებია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ეს უმარტივესი რამ იქნებოდა ჩვენ რომ თავის დროზე სიფხიზლე არ გამოგვეჩინა. სიამოვნეში ეს ყველაფერი კარგად ჩანს. ამაზე საუბრობს არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები, ამაზე საუბრობენ თვითონ ევროკავშირის შიგნითაც, ზოგიერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნები და პოლიტიკური ჯგუფები. ჩვენ ახლა ნათლად ხედავთ ევროკავშირის მილიტარისტულ რიტორიკას, ომის რიტორიკას ევროპული ქვეყნებისა, რომელიც პირდაპირ ღიად აცხადებენ ნატოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ თუ კი დადგება მომენტი, ყველა ახალგაზრდა ხელში აიღებს იარაღს და წავა საბრძოლველად. გერმანია სავალდებულო სამხედრო გაწევას აცხადებს და გერმანიის კანცლერი ამბობს, რომ მართალია კონსტიტუციით აკრძალულია, თუმცა მისი სურვილი არის, რომ გერმანიაში ქალების გაწევა აკრძალულია, რომ ქალებიც იქნან გაწეული ჯარში. ყველა საუბრობს და ამბობენ, რომ აი მომდგარი არის ომი, კარზეა მომდგარი რუსეთთან ომი და ყველა უნდა მოემზადოს ომისთვის. პირველი რა ომი არის მომდგარი? თუ კი რაიმე ომია მომდგარი, რა ომზე საუბრობენ? ეს ხომ არის მესამე მსოფლიო ომი, ხომ? რომელიც თუ კი დაუჯერებთ ევროპელებს მიადგა მათ კარს. მესამე მსოფლიო ომი რა არის? ეს ხომ ატომური ომია. და თუ ეს ატომური ომია, რა ომისთვის ემზადებიან? რა ავტომატებზე და იარაღზე საუბრობენ, როდესაც იქნება ომი, რომელიც მიწასთან გაასწორებს მთელ ცივილიზაციას. და აი ასეთი ომისთვის სერიოზულად ემზადებიან დღეს ევროპელები. ამაზე საუბრობენ სერიოზულად და მათ შორის აბრალებენ ამერიკელებს, ამიტომ თქვა თულსი გაბარდმა, რომ ევროპელები ციტირებენ თითქოს ამერიკელები ამბობენ, რომ აი 2-3 წელიწადში რუსეთი მზად იქნება, რომ თავს დაესხას ევროკავშირს და სწორედ ამიტომ განაცხადა, რომ ჩვენ ასეთ რამეს არ ვამბობთ. არა თუ ევროკავშირს თავს დაესხას, აგერ უკრაინა ვერ დაუპყრია სრულადო და რა ევროკავშირის თავდასხმაზე არისო. ანუ ორი მოცემულობა, ან არანაირი საფრთხე ომის არ არსებობს და მაშინ რატომ ემზადებიან, რატომ არის ეს მილიტარისტული რიტორიკა ევროპელების მხრიდან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამალებული შეიარაღება, რომელიც ჩვენ ცივი ომის პერიოდიდან გვახსოვს და მივიწყებული ტერმინი გვეგონა და ახლა პირდაპირ ჩვენ თვალწინ ხედავთ გამალებულ შეიარაღებას ევროპაში. ანუ თუ არ არის ეს საფრთხე, რატომ ემზადებიან, რატომ აქვთ ეს ხარჯები, რატომ მიყავთ ისტერიამდე საკუთარი მოსახლეობა და მეორე, თუ კი ასეთი საფრთხე არსებობს, მით უმეტეს რისთვის ემზადებიან? ატომური ომისთვის ემზადებიან? და საქმე იმაში არის, რომ აქ მოქმედებს ჩემი აზრით შემდეგი პრინციპი, რომ ის, ვინც ემზადება ომისთვის, საბოლოო ჯამში მიიღებს ომს. იმიტომ ეს არის ესკალაციის ლოგიკა. თუ კი მიდიხარ ესკალაციაზე, რასაც დღეს ვხედავთ, ანუ რუსეთი ამბობს, რომ არა, არ ვაპირებ თავს დაგესხათ, ამერიკა ამბობს, რომ არა, რუსეთი არ აპირებს თავს დაგესხათ. გამოდიან ევროპელი ლიდერები და დაჟინებით ამტკაცებენ, რომ არა, 2 წელიწადში იქნება თავდასხმა, დაიპყრობს ესტონეთს, არ ვიცი, პოლონეთს თუ ასე შემდეგ. მიდიან ესკალაციაზე. ამის პარალელურად ხედავთ, რომ უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებას თუ კი ვინმე ხელს უშლის, ეს არიან ევროპელები და ხედავთ ამის შესახებ ამერიკელების ღია განცხადებებს, მათ შორის ამერიკელების მხრიდან ღია იგნორირებას ევროპელების ცალკეული რაღაც იდეებისა.
შესაბამისად, რასაც ჩვენ ვაკვირდებით. მათ შორის ახლა ხანს ვნახე გერმანიის პარლამენტის წევრის ერთ-ერთი წამყვანი წევრის, რომელიც არის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის საგარეო პოლიტიკური სპიკერი, რომელიც ღიად ამბობს, რომ არანაირი სამშვიდობო შეთანხმება ახლა საჭირო არ არის, პირიქით ჩვენ შეგვიძლია ევროპელებს ისე დავეხმაროთ უკრაინას, რომ უკრაინა დაიბრუნებს ყველა თავის ტერიტორიას, გაიმარჯვებს ამ ომში. აი ამ რა გითხრათ ახლა, აი ამ წარმოდგენებში ცდილობენ რომ ყავდეთ საკუთარი მოსახლეობა, ომის რიტორიკით, ფსიქოლოგიურად ამზადებენ ომისთვის და კიდევ ერთხელ ის ვინც ემზადება ომისთვის საბოლოო ჯამში მიიღებს ომს, იმიტომ რომ ეს არის ესკალაციის ლოგიკა, სადაც დღეს ევროკავშირი შევიდა. მოდი ნატოსთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა დაგისვათ კითხვა. ნატოს თემა ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია. თქვენ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გააზიარეთ ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის ორი განცხადება სხვადასხვა დროს გაკეთებული. ერთი 2023 წელს და მეორე 2025 წელს. 2023 წელს ამბობდა ეს პატრიოტსანი ადამიანი ბრალებში, რომ დაუყოვნებლივ უნდა მივიღოთ უკრაინაო ნატოშიო და 2025 წელს ამბობს, რომ საერთოდ არასდროს არანაირი თეორიული შანსიც კი არ არსებობდა, რომ უკრაინა ნატოს წევრი გამხდარიყო. თქვენ ამას დაცინვა უწოდეთ და მე მაინტერესებს ახლა დღეს როცა უკვე არა მარტო ბორის ჯონსონი და სხვა ყოფილი ლიდერები, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების დოქტრინაში ჩაიწერა ფაქტობრივად, რომ ამერიკა აღარ არის დაინტერესებული ნატოს გაფართოებით. ანუ ფაქტობრივად დასავლეთმა ამერიკამ ყოველ შემთხვევაში უარი თქვა ნატოს გაფართოებაზე. როგორც ჩანს, არც არავინ აპირებდა მას. რა მიზანი და დანიშნულება ჰქონდა თქვენი აზრით აი ამ გაუთავებელ დაპირებებს, ამ თუნდაც 2008 წლის ბუქარესტის სამიტს, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ რა დაარქვა მაპზე უკეთესი. ანუ ხომ არ იყო ეს ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც საქართველო და უკრაინა აქცია დაუცველ სამიზნეებად რუსეთის წინაშე. ეს ხარ მიზანიც. დიახ, მე ბორის ჯონსონის ამ განცხადებას აბუჩა დაგდება უწოდე იმის გამო, რომ სწორედ ის ბორის ჯონსონი არის ადამიანი, რომელზეც ჩვენ ვიცით უკრაინის ხელისუფლებისგან არახამიას განცხადებით მათ შორის, ის არის ის ადამიანი, რომელსაც ჩაშალა 2022 წლის მარტის სტამბოლის შეთანხმება, რომელზეც როგორც უკრაინის მომლაპარაკებლები და ამ შემთხვევაში არახამიანი როგორც ხელმძღვანელი ამბობდა, ეს იყო უკრაინისთვის მისაღები სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც პარაფირებულიც იქნა და შემდეგ კიევში ჩავიდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ახლა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბატონი ჯონსონი და მისი ციტირება როგორც მოახდინეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თქვა რომ არანაირი სამშვიდობო შეთანხმება, მოდით ვიომოთ. აი ვიომოთის შემდეგ 3 წლის თავზე, 4 წლის თავზე თითქმის აღმოჩნდა რომ ის რისთვისაც უნდა ეომათ საკუთარი უფლებისთვის ყოფილიყვნენ ნატოს წევრები სიამოვნებაში თუმცა არც არსებობდა არასდროს ასეთი პერსპექტივა. და სწორედ ეს არის აბუჩა დაგდება რომ ომში ომის გარიჟრაზე ასე ვთქვათ შეაგულიანებ ეთქვი ვიომოთ რა თქმა უნდა გახდები ნატოს წევრი არათუ ნატოს წევრი გახდები უკრაინა იქნება უკრაინული არმია იქნება ყველაზე ბრძოლისუნარიანი ნატოს არმია და აი ნატოს დამცველიც ის იქნება აგულიანებ და 4 წლის თავზე ეუბნები სინამდვილეში მას შემდეგაც 100,000 ამის შემდეგ ხელიდან გაშვებული სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ 100,000 უკრაინელი დაიღუპება, ქალაქები დაინგრევა, ეკონომიკა განადგურდება, 20% მოსახლეობის გავა ქვეყნის გარეთ, ტერიტორიები დაიკარგება, ამის შემდეგ ეუბნები რომ ნუ პრინციპში არც არასდროს გვიგულისხმია სერიოზულად რომ იქნებოდით ნატოს წევრი. რა არის ეს თუ არა აბუჩა დაგდება მთელი ერის რომელმაც ნატოში გაწევრიანების იდეას თავი შესწირა, ასე ვთქვათ. და ომში წავიდა ამ თავისი უფლებისთვის იყოს, მათ შორის იყოს ნატოს წევრი, ხომ? ამ უფლებისთვის იბრძოდა და იბრძვიან დღეს კიდევ უკრაინელები და ამათ უთხრა, რომ იცი რა, სინამდვილეში არც რასდროს გვინდოდა და ნუ რაღაც კი ვთქვით, მაგრამ ეს სერიოზულად არ გვიგულისხმია. ჩვენ ახლა ცხელი ომის პირობებში არ ვართ და ამიტომ შეიძლება
ემოციურად ვერ გამოვხატავთ კიდე ბოლომდე თუ რას გვგზნობთ ჩვენ ზუსტად ამ სიტყვების შემდეგ ჩვენც ქართველები. თუმცა სინამდვილეში ჩვენც ხომ იგივე შეგრძნება უნდა გქონდეს რაც უკრაინელებს. ჩვენც ხო იგივე მოგვივიდა 2008 წელს, როდესაც არათუ ღია კარში დაგვტოვეს. ფანჯარაც გახსნეს რომ კარგი ორპირი ქარი ყოფილიყო. და ეს პერსპექტივა ვითომ ფანჯრიდან დაგვენახა, სინამდვილეში ორპირი ქარი შეგვექმნა. და ამ ორპირმა ქარმა რაც მოგვიტანა 2008 წელს ეს უკვე ჩვენი ახლო ისტორიის ნაწილი არის. ჩვენ ნატოს მათ შორის ჩვენც ნატოს წევრობისთვის დიდი ფასი გადავიხადეთ. გადავიხადეთ საერთაშორისო მისიებში ჩვენი მონაწილეობით. გადავიხადეთ იმის ჩვენებაში რომ ნატოელებზე უფრო მეტი ნატოელები ვართ და მაშინ როდესაც ავღანეთის მისიას ემალებოდა ნატოს წევრების უმრავლესობა, ნატოს წევრების უმრავლესობა, მაშინ ვიყავით ჩვენ ავღანეთში წინახაზე. ავღანეთში ნატოს წევრების შორის მე-4 ადგილზე ვიყავით ჯარის რაოდენობით ამერიკელების, იტალიელების, გერმანელების შემდეგ. მე-4. სად არიან ეს დანარჩენები ხმამაღლა მოსაუბრე დღეს მილიტარისტები ომის პირას რო დგანან და იბრიქებიან რომ უნდა რუსეთთან ომისთვის ემზადებიან. სად იყვნენ ისინი, როდესაც ავღანეთში წინახაზე ქართველები იბრძოდნენ. ამისთვის ჩვენ დიდი ფასი გადავიხადეთ. და საბოლოო ჯამში ჩვენზე დღეს შეიძლება პირდაპირ არ საუბრობენ, მაგრამ ესეც ხო უკრაინის ნათქვამი ჩვენსკენაც ჩვენ გასაგონადაც არის ნათქვამი და რა თქმა უნდა ეს არის ის იმედგაცრუება, რომელსაც ქართული ხალხი ამ დროს განიცდის და როცა აღმოჩნდება რომ ღია კარის პოლიტიკა სინამდვილეში ცრუ იმედების პოლიტიკა იყო. და შეიძლება მათ შორის ეს იყო ის, რასაც ქართველები გძნობდით რაღაცნაირად, გუმანით ხვდებოდით, რომ ხედავდით იმ რაღაც ხელოვნურ ბარიერებს, რომ გვისახავდნენ რომ თითქოს მაფია საჭირო, მე რაღაცა საჭირო, ის სტანდარტი, როცა მოუნდათ თითო რომ გადაწყვიტეს პოლიტიკურად, ფინეთი და შვედეთი ორ კვირაში მიიღეს წევრად. რომ ზდომებოდათ ჩვენ 2008 წელშიც მიგვიღებდნენ და თუ არა და მალე იქიდან, მაგრამ ნაცვლად ნატოს წევრობისა ჩვენ ნახეთ რაც მოხდა. მოხდა გადატვირთა რუსეთთან რამდენიმე თვეში, მოხდა სხვა ბევრი რამ, როდესაც ყველაფერი ჩვენს გარშემო ისევ დალაგდა და ჩვენ დავრჩით იმ არეულობაში, რაც 2008 წელს ახაც საავადმყოფოდ ისეთი პირი უჩენს, რომ კიდევ ერთი გადატვირთვა შეიძლება. სინამდვილეში ესეა, ყველა ომი სინამდვილეში მთავრდება მშვიდობით. ერთადერთი არის ვინ ზარალდება ამ ომიდან ყველაზე მეტად მე თქვი კიდევაც რომ ამ ომს ჯერ არ არის ცნობილი საერთოდ ეყოლება თუ არა გამარჯვებული და სავარაუდოდ არც ეყოლება გამარჯვებული, მაგრამ ერთი რამე აქედანვე ჩანს, რომ ამ ომში დამარცხებული უკვე ჩანს. ეს არის უკრაინა, რომელიც დღეს განიხილავს ტერიტორიების დათმობას, ამაზე მსჯელობს, მაშინ როდესაც 2022 წლის მარტში სტამბოლის შეთანხმებებით იქ ტერიტორიების დათმობაზე არ იყო საუბარი. იქ საუბარი იყო ყირიმის საკითხი 10-15 წლის პერსპექტივაში უნდა გადაწყვეტილიყო. დონბასზე იყო საუბარი, რომ ამაზე უნდა მსჯელობა გამართულიყო. იქ გადაჭრით არ იყო საუბარი, რომ ის ტერიტორიები, რაც რუსეთს ქონდა დაკავებული, ეღიარებინათ რუსეთის ტერიტორიებს. ეხლა არათუ ის ტერიტორიას დაკავებული აქვს, რაც არა აქვს დაკავებული. იმაზე ეუბნება რომ ამოდით სანგრებიდან და ეგ ტერიტორიებიც დამიტოვეთ მე და ამას მსჯელობს დღეს უკრაინა და ევროკავშირიც დამარცხებული, რომელმაც 90 მილიარდი ვალი უნდა აიღოს ახლა და ყველამ იცის რომ უკრაინა ამვალს ვერ გადაიხდის, ყველამ იცის რომ რუსეთს ამვალს ვერ გადაახტევინებენ, ეს არის 90 მილიარდი, რომელიც ევროკავშირის მოქალაქეებს დააწვება ვალად და ევროკავშირის ეკონომიკას დააწვება ვალად, ეს 90 მილიარდი ერთი და სხვა მრავალი რა იქნება კიდევ, რომელიც მათი გადასახდელი იქნება ევროკავშირის, ვინაიდან ხედავთ რომ ამერიკის შეერთებული შტატები სულად არის გასული დაფინანსებიდან ამ ომის, ეს უკვე ცალკე თემა არის. აი ნატოს ორმაგ სტანდარტებზე და ზოგადად დასავლეთის ორმაგ სტანდარტებზე ჩვენთან მიმართებაში კიდევ ერთი მაგალითი მინდა მოვიტანო. ახლა სულ ახლა ხანს ევროკომისიის შეფასებაში გაფართოების ანგარიშს რომ ეძახიან, ესე იგი კიდევ ერთხელ უსამართლოდ მოგვექცნენ ჩვენს შესახებ მოკეთ სადაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა ყველაფერს გაგვეკრიტიკეს და საერთოდ თვითიდან გამოწვეული მიზეზებით გაგვეკრიტიკეს და უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში საერთოდ დამალეს ის ნეგატიური ტენდენციები, რომლებიც მაგალითად ადამიანის უფლებების კუთხით
არის იქ იმ ქვეყნებში, კონკრეტულად მოლდოვასა და უკრაინაში. მე მაინტერესებს როგორ ფიქრობთ, აცნობიერებს თუ არა ეს ევრობიუროკრატია, რომ ასეთი დამოკიდებულებით თვითონვე უთხრიან ძირს პროევროპულ განწყობებს საქართველოში. ანუ მე მგონია რომ ასე ხდება ყოველ შემთხვევაში, როცა ლაპარაკობენ მაგალითად თვითონ რომ საქართველოში პროევროპული განწყობები მოიკლო, ანუ მე მგონია თვითონ განაპირობებენ ამ კლებას თუ კი რამე მოიკლო. თქვენ როგორ ფიქრობთ, აცნობიერებენ თუ არა ისინი ამას? არა თუ ევროპულ განწყობებს აზიანებენ. ევროპულ ცივილიზაციას უთხრიან ძირს, როგორც ეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეაფასა და მისმა ხელმძღვანელობამ. ეს ჩვენ რასაც ვაკვირდებით, ამიტომ არის რომ ჩვენ განსაკუთრებით გული შევქმნით ამაზე, იმიტომ რომ ევროპული ცივილიზაცია არის ის, რისი თანაშემოქმედებით ვართ ქართველები. ეს ჩვენს მიერ შექმნილიც არის. და ამ ცივილიზაციას, ამ ღირებულებებს ანგრევს დღეს ბრიუსელის ბიუროკრატია, რომელმაც გარკვეულწილად არ ვიცი ეს არის გაუცნობიერება იმ შედეგების, რაც მათ ნაბიჯებს მოყვება, თუ ეს არის განზრახი მავნებლობა. შესაძლოა ეს არის გარკვეულწილად მეურვისგან მიტოვებული მოზარდის კომპლექსი, რომელიც ახლა რაღაც იქცევა ცოტა გაუაზრებლად, თუმცა რთულია რომ ისეთი ჭეშმარიტებებზე გვაქვს საუბარი, რაც ხელის გულზედებს, ისე აზიანებენ ევროპულ ცივილიზაციას, ევროპულობას როგორც ასეთ, ყველაფერს რაც იკეთებთანაც ევროპა იყო დაკავშირებული, ამ ყველაფერს ქართველების თვალში არა მხოლოდ, თვითონ ევროპელების თვალშიც აზიანებენ და ძირს უთხრიან. ამიტომაც არის დღეს პატრიოტული ძალების გაძლიერება ევროპაში, ამიტომაც გულშემატკივრობთ ჩვენ სწორედ ამ ტენდენციას ევროკავშირში, რომ ყველა ქვეყანაში ხელისუფლებაში მოვიდნენ ჭეშმარიტად პროევროპული ძალები, ის ძალები, რომლებსაც ევროპული ღირებულებები და ფასეულობები არის საწყისი და მთავარი, მოვიდნენ თავისი ქვეყნის, თავისი ხალხის პატრიოტები, რომლებიც აქედან გამომდინარე იქნებიან საერთო ევროპული საქმის პატრიოტები. და მანამ სანამ ეს ძალები არ მოვლენ, რა თქმა უნდა, რთული იქნება ჩვენი ურთიერთობა ევრობიუროკრატიასთან. ხო, აი თქვენ არაერთხელ გითქვამთ და ბოლო პერიოდში ხშირადაც ამბობთ, რომ ბრიუსელში პოლიტიკური ცვლილებები გარდაუვალია. რა გვაძლევს ასეთი ვარაუდის გაკეთების საფუძველს და თუ ეს მოხდება, თქვენი აზრით როგორ აისახება, როგორ შეიძლება ეს აისახოს თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობა? ჩვენ სიმართლე გითხრათ, ჩვენს პოლიტიკურ შეფასებაში გარკვეული კომფორტული ზონა შეგვექმნა ახლა იმის გამო, რომ ის რასაც ჩვენ აქამდე ვამბობდით და რის გამოც მოდიოდა მეხი და რა ვიცი, კოკოლა ევროპელების მხრიდან და სხვადასხვა იდეალისტების მიწებება, დღეს ამაზე საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატები. ამიტომ ჩვენ ძალიან მარტივად ვუთითებთ იმ შეფასებებზე, რომელიც გვესმის ამერიკის შეერთებული შტატებისგან. და როცა ვსაუბრობთ თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი, მიზეზი ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ძალიან მარტივად ახსნა. ეს არის ის, რომ ევროპაში დღეს არიან უმცირესობების ხელისუფლებები. თქვენ თუ გადახედავთ ევროკავშირის ძირითადად და მათ შორის მნიშვნელოვან ქვეყნებს და წამყვან ქვეყნების პოლიტიკურ ელიტას და ხელისუფლებას. ეს არის უმცირესობების ხელისუფლება. შეხედეთ გერმანია, სადაც მართველი ძალის და ხელმძღვანელობის მხარდაჭერა და მოწონების რეიტინგი არის ისტორიულ მინიმუმზე, სადღაც 25%-ზე. შეხედეთ საფრანგეთს, სადაც მაკრონის რეიტინგი არის ისტორიულ მინიმუმზე, 15%-ზე ქვემოთ არის ჩამოსული. დღეს ევროპაში უმცირესობების ხელისუფლებები არიან და არა უმრავლესობების ხელისუფლებები. და რა თქმა უნდა, ეს გარდაუვლად გამოიწვევს იმას, რომ ეს ვითარება შეიცვლება და უმრავლესობის ხელისუფლებები მოვლენ ყველა ქვეყანაში. და უმრავლესობების ხელისუფლება გულისხმობს, რომ ეს იქნება ჭეშმარიტად ევროპული, ეროვნულ ღირებულებებზე და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ხელისუფლებები. და რა მომენტშიც ასეთი ხელისუფლებები გაჩნდებიან ევროპაში, იმ მომენტში ზუსტად რა თქმა უნდა შეიცვლება ბრიუსელის ბიუროკრატიის პოლიტიკას. ჩვენ ამ ტენდენციას ვხედავთ, უნგრეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი, ახლა ვნახეთ და სხვა ქვეყნებიც მიყვებიან, სადაც ოპოზიცია, რომელიც სწორედ ეროვნულ ინტერესებზე საუბრობს, ევროპულ ღირებულებებზე საუბრობს და არა გამოგონილ ღირებულებებზე და ფასეულობებზე, რომელიც როგორც ჩანს თავის დროზე პრინციპში თუ შევხედავთ რეალურად ასე იყო რომ თავის დროზე
ეს გამოგონილი იდეოლოგიები, LGBT პროპაგანდა, მრავალგენდერობის რაღაც ცრუ ფილოსოფიები ამერიკის შეერთებულ შტატებიდან ევროპას თავს მოეხვია. ამერიკის შეერთებული შტატები ხა თავისუფლდება და გათავისუფლდა ამ იდეოლოგიას და ევროპას შერჩა ეს როგორც მათი მხრიდან რა ვიცი ასაძღოლი ცრუ იდეოლოგია. ანუ ის სადაც ეს იდეოლოგიები დაიბადა, იქ უარყვეს, ამხილეს ამ იდეოლოგიის სრული სიცრუე სიყალბე და ევროპას ეს რაღაცნაირად ძირითად ხაზად დარჩა. რა თქმა უნდა, ის რაც მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს გარდაუულად მოხდება ევროპაში. ჩვენ თავარია ეს ამ ტენდენციები ჩანს და ჩვენ თავარია უბრალოდ დაველოდოთ და ეს ყველაფერს დრო მოიტანს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის, ძალიან საინტერესო საუბრისთვის, შეფასებებისთვის, ანალიზისთვის, კომენტარებისთვის. შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი. მინდა წარმატებული 2026 გისურვოთ. მაყურებელს ხვალამდე გვემშვიდობებით, დროებით.